პირველ რიგში მინდა დააკვირდეთ ამ მამაკაცს თითქოს ფოტოზე არის გამოსახული და ფოტო იყოს გადაღებული. ვის გაგონებთ ის? ვის გაგონებთ ის? დააკვირდით კარგად. მანამდე გეტყვით რომ მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და გამოიწერეთ ეს არხი რომ გახდეს თქვენი არხი, დაალაიქეთ და გააზიარეთ. კარგად დააკვირდით ამ მამაკაცს. ძალიან მკაფიოდ ჩანს მისი ნაკვთები, მისი სახე და მინდა გითხრათ რომ ეს მამაკაცი გარედან გაკვირდებათ, ყურს უგდებს თქვენს ცხოვრებას და თქვენით არის დაინტერესებული. ასევე ჩანს MASO, შეიძლება იწყებოდეს სახელი, შეიძლება იწყებოდეს გვარი, რომელიც შენსა და ამ მამაკაცს შორის ჩადგა, ჩაერია, დიდი გავლენა ჰქონდა და ასევე ჩანს, ასე ვთქვათ, თითქმის დავიწყებული მოულოდნელი ფულის შემოსვლა. ეხლა კი გადავიდეთ როგორც ვიწყებ ხოლმე წარსულის მხარიდან. ალბათ არ ვიცი ხედავთ როგორი დიდი თეთრი გულია შავ ფონზე. შავ ფონი გვაჩვენებს რომ ტკივილი იყო, სევდა, მძიმე გამოცდილება, სუფთა სპეტაკი, ნათელი სიყვარულისა. ეს იყო ნათელი და ჭეშმარიტი გრძნობა, რომელიც მოიცვა სიბერნელემ, ტკივილმა, სტრესმა და ვფიქრობ, რომ ეს ტკივილი შეიძლება აღარ იყოს ისეთი, მაგრამ დაღი დატოვა თქვენს ცხოვრებაზე. გულის შიგნით ალბათ შეამჩნევთ გაბრაზებული სახეა. ეს არის გამოუთქმელი ბრაზი, წყენა და უსამართლობის შეგრძნება. ერთ-ერთი მხრიდან განსაკუთრებით დაუმსახურებელი, საქციელი და დაუფასებელი ერთგულება. დაფასების და მადლიერების მაგივრად ძალიან დიდი ტკივილის მიღება. თან ჩახშობილი არის ეს ბრაზი, რომელიც ვერ გამოითქმა. გაუზიარებელი ემოციები ერთმანეთის მიმართ. აი აქ ქვევით კიდე პუტკუნა კაცის სახე არის გამჭვირვალე სათვალეებით. ეს ნიშნავს ადამიანს, რომელიც რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერს მიხვდა, ყველაფერი გაანალიზა, გიყურებს, თვალს ადევნებს შენს ცხოვრებას, მაგრამ ამის მეც არაფერს არ აკეთებს. თავს ვერ გრძნობს ძლიერად და გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რაც უნდა აიღო. ვერ ერევა თავის, ასე ვთქვათ, ემოციების გამოხატულების ძალა არ აქვს. გულის ქვეშ, აი ამ ფიგურაზე მაქვს ლაპარაკი, ხარის თავი ჩანს, რომელიც ძალიან გამძვინვარებული ხარის სახეა, ასე ვთქვათ. ეს არის ძალავნება, საკუთარი სურვილების ზემიჯაჭვულობა და ეს გულის ქვეშ არის, რაც გვეუბნება იმას, რომ
ემოციები, რომელიც იყო, ნამდვილად იყო ძლიერი სექსუალური ემოციები, რომლის მართვა ვერ მოხდა. და ასევე მინდა ითქვას, რომ შეიძლება იყოს ხარის ზოდიაქოს წარმომადგენელიც ადამიანი. და ამის მაჩვენებელი იყოს ეს. ასევე აი აქეთ ჩანს მამაკაცი, რომელსაც ხელი აქვს აღმართული, რომელშიც დანა უჭირავს და რაღაცა შველის მაგვარ ცხოველს უღერებს დასარტყამად. ეს პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ ეს ისტორია თქვენს ცხოვრებაში არ იყო მხოლოდ თქვენი სიყვარულის ისტორია ამ ცხოვრებაში, არამედ ამ ყველაფერს აქვს ძალიან ღრმა ფესვი და ძირი წარსულ რეინკარნაციაში. ამ კაცის ფიგურის ქვეშ ნათელში ისევ კაცის სილუეტი ჩანს ქუდით, რაც ჩანს, რომ გარკვეულწილად ამ მამაკაცს გააზრებული აქვს ეს. ეს ყველაფერი. თქვი, რომ კარმული საფუძველი აქვს ამ ყველაფერს და ეს ნიშნავს იმას, რომ წინა რეინკარნაციებშიც ვერ უძლებდა, ვერ მართავდა და ვერ მიყავდა ეს სასიყვარულო ისტორია ადამიანს ბოლომდე. ახლა გადავიდეთ მომავლის მხარეს. სხვათა შორის ეს ფიგურები ძალიან ხშირად ჩნდება ჩემს მიერ დალეულ ყავისჭიქაში, რომელსაც ხაზს უსვავ საჯარო მისიით, რომ ჩემი მაყურებლისთვის იყოს და არა ჩემი პირადი. და ეს იმას მიმანიშნებს, რომ ჩემი მაყურებელი ნამდვილად თვითი დღე ვითარდება და სულიერად იზრდება, რადგან აღმართზე ერთი და იგივე ფიგურის ადამიანი ადის ზევით და აი ბოლოში როგორი გამარჩვების ფილა უჭირავს. ძალიან მიანიშნებს ეს დიდ სულიერ ზრდას, აღმართზე ასვლა არ არის იოლი, საკმაოდ რთულია, მაგრამ თქვენ ადიხართ და ჯილდოსაც იღებთ ტრიუმფით. ამ ჭიქაში ძალიან ბევრი წარწერა ჩანს. ამოვიკითხე ნუძრე, ნაძრე, მსგავსი. რაც მიანიშნობს იმას, რომ კარმული ისტორიის გაგრძელება არის. აი, მძიმე წერია, კი, მძიმე ემოციური. აი ეს რომ დაიჭირო, სულ წარწერები ჩანს. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ცხოვრებაში სხვადასხვა სახელებით, აი აქაც წარწერა. თქვენ ხვდებოდით ერთმანეთს, არაერთ რეინკარნაციაში. და აი აქ ჩანს მამაკაცის პორტრეტი, რაც ზუსტად მაგას მიანიშნებს, რომ ამ სულთან ამ პიროვნებასთან ძალიან ბევრი ცხოვრებები გაქვთ გავლილი. ფსკერზე ისევ ადამიანის სახე, რომელსაც დიდი თვალები აქვს, ძალიან დიდი თვალები აქვს. რაღაცა ბიძგები, რაღაცა გამოღვიძება აშკარად ჩანს ამ ადამიანში, ამ მამაკაცში, რაც ტკივილმა იწულა, ტკივილით სავსეა ეს სახე. თუ რა იქნება, ეს უკვე პირად კონსულტაციაზე, მინდა ვთქვა, რომ წერია 95 რიცხვი, ეს არის კარმის შეკვრასთან, დასასრულთან დაკავშირებით გადადგმული მყარი ნაბიჯები. დღეისათვის ეს იყო, მე კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე თქვენ ნათია შაი.